დღეს სტუდიაში ყავს ანა ჯიოშვილი, ELT გრუპის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მობრძანდით, ქალბატონო ანა. ადამიანური რესურსების მართვა, ხო? დღეს არის საკმაოდ ისეთი დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ფაქტურად ნებისმიერი ორგანიზაცია, სახელმწიფო სტრუქტურა თუ კერძო სექტორი დამოკიდებულია ადამიანურ რესურსებზე, ხო? თუ არ აქვს გამართული მენეჯმენტი, თუ არ გეყოლება პროფესიონალი კადრები, შენი საქმიანობაც ვერ იქნება წარმატებული, ხო? მოდით ვისაუბროთ ზოგადად HR ცნებაზე. როდის შემოდის ეს ტერმინი და ეს კულტურა საქართველოში? პირველ რიგში მოგესალმებით ტელემოყურებელს, მადლობას გეტყვით გადაცემაში მოწვევისთვის. HR დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზოგადად ორგანიზაციებში, მისი ორგანიზაციების განვითარებისთვის. ზოგადად HR მენეჯერი საკუთარი გამოცდილებიდან რომ გაგიზიაროთ, როგორ ვარჩევ ხოლმე HR მენეჯერს ან ნებისმიერ ადამიანს სხვადასხვა პოზიციებზე, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ხოლმე გავითვალისწინოთ, როგორი უნდა იყოს ის, როგორი ჭირდება ორგანიზაციას. და ზოგადად ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ვიცით, ყველამ ვიცით, რომ HR არის ადამიანი, რომელიც აყალიბებს კომპანიაში კულტურას, ადამიანებს, პროცესებს. კულტურის არქიტექტორია შეიძლება ესეც უწოდოთ, ხო? შესაძლებელია ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად არის შუამავალი რგოლი მენეჯმენტსა და გუნდს შორის. ადამიანური რესურსის სწორად განაწილება HR-ის კომპეტენციაში შედის ერთგვარი თავი. რა თქმა უნდა შედის, იმიტომ რომ HR პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც უნდა მოახდინოს სწორი კომუნიკაცია. გუნდის წევრებთან იყოს აუცილებლად ემპათიური და სანდო და შესაბამისად მიიტანოს ის სწორად მენეჯმენტთან. ამიტომაც დიდი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში ქცევით ინტერვიუებზე ამოწმებენ HR მენეჯერებს და აი რა ტიპის გავლენების მოხდენა შეუძლიათ მათ დასაქმებულებზე, აი როგორ შეუძლია მაგალითად HR-ს აწარმოოს ეფექტური კომუნიკაცია იგივე მენეჯმენტთან, თუნდაც გუნდის წევრებთან, რამდენად შეუძლია მას აი თანხმედრაში მოიტანოს მენეჯმენტისა და გუნდის წევრების ღირებულებები ერთმანეთთან. აი როდესაც ამის ორ მხრივად გაზიარება ხდება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად მიდის. აი HR-ი პასუხისმგებელია ნებისმიერი ორგანიზაციის კორპორატიულ კულტურაზე. ხოლო თუ არსებობს უკვე კორპორატიული კულტურა მის დაცვა შესრულებაზე, ხო? საინტერესოა ან განვითარებაზეც. ხო, შესაბამისად უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ რომელ ორგანიზაციაში თავიდანვე, ხო? რა უპირატესობებს ანიჭებს, თქვათ, HR-ი ამა თუ იმ დასაქმებულს. საინტერესოა ამაზეც უნდა 2 ციკლით ვისაუბროთ და კიდე მაინტერესებს, აი დღესდღეობით HR-ი რამდენად მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს ნებისმიერი კომპანიის თუ ორგანიზაციის საქმიანობაში. ხო, ადრე თითქოს არ გვესმოდა ეს ტერმინი, თითქოს მივიწყებული იყო, ყველაფერს განკარგავდა დირექტორი თუ დირექტორის მოადგილე ან აღმასრულებელი ხელმძღვანელი. დღეს კადრების მართვასა და განვითარებაზე მთლიანად ორიენტირებულია HR სამსახური. მოდით ამაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, აი მე მაგალითად ჩემი გამოცდილება რომ გაგიზიაროთ, დაახლოებით 15 წლის წინ დავიწყე მოღვაწეობა ჩემი HR-ის მიმართულებით მაშინდელ ეგრეთ წოდებულ კადრების განყოფილებაში და მე დრო გავიდა, დაიხვეწა ყველაფერი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, დღეს არის უკვე ადამიანური რესურსების მართვაც. აქ ძალიან ყურადსაღებია და მნიშვნელოვანი საკითხია რეკრუტინგი, ანუ ტალანტების მოზიდვა, მათი შერჩევა, შემდგომ მათი შენარჩუნება, რაც ყველაზე რთულია, მით უმეტეს აჭარაში, ბათუმის შრომით ბაზარი საკმაოდ მცირე მასშტაბიანია და შემდგომ მათი განვითარება, მოტივირება და ასე შემდეგ. კი, კონკურენტუნარიანიც არის შესაბამისად, თუმცა გააჩნია პოზიციებსაც. ამიტომ HR-ის ჩართულობა და HR-ის როლი აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ
აი, როდესაც მაგალითად კანდიდატი მოდის ინტერვიუზე, შეიძლება იდეალური CV, იდეალური რეზიუმე ჰქონდეს, მაგრამ და თავი წარმოაჩინოს ინტერვიუზე ისე, რომ შესაძლოა შემდგომ უკვე სამუშაო პროცესში საერთოდ არ აღმოიჩნდეს მისი მუშაობის სტილი შთამბეჭდავი და ამ უნარების განსაზღვრა როგორ ხდება? საინტერესოა, რა კრიტერიუმები არსებობს ამის? საკმაოდ რთული ამ უნარების განსაზღვრა, თუმცა ჩვენ აი ინტერვიუზე მოსულ კანდიდატს შეგვიძლია რომ მაგალითად დავუსვათ ისეთი შეკითხვები, რომ მათ წინა გამოცდილებიდან, თუნდაც წინა სამსახურებიდან გავახსენებინოთ და მოვაყოლინოთ ისეთი პრაქტიკული кейსები, რაც ასე ვთქვათ, მეტნაკლებად HR-ს შეაძლებინებს პიროვნული უნარ-ჩვევების, თვისებების, აი რაღაც საქმიანი და პროფესიული უნარების გამოვლის სამსახურებიდან რეკომენდაციებს რამდენად ითვალისწინებთ? თქვენ რამდენი მნიშვნელოვანია ეს? დიახ, ყოველთვის ვითხოვთ და ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად კანდიდატი CV-ს მიხედვით ყოფილა ძალიან მაგარი, იდეალური, ჩვენ ამას იდეალურ კანდიდატს ვეძახით ის ფერცი იყოს ეგრეთ წოდებული, დიახ, ინგლისურად purple squirrel ესე არის და შემდგომ ისე აღმოჩნდა, რომ აი, როდესაც მოგვითხოვია უკვე სარეკომენდაციო წერილი წინა სამსახურიდან, აღმოჩნდა, რომ რაღაცები რიგზე ვერ ყოფილა. ესეთი შემთხვევებიც არის სამწუხაროდ. ანა, თავისი კლასიკური გაგებით HR-ს ევალება მენეჯმენტისთვის კადრების მიწოდება და მთლიანად საკადრო პოლიტიკას თვითონ წარმართავს. თუ ქართულ რეალობაში სხვა ფენომენი არსებობს, როდესაც თქვა HR-ი რაღაც უბრალოდ ბუტაფორიულად არსებობს იმის გამო, რომ უნდა იყოს ორგანიზაციაში და თქვა დირექტორი ან მენეჯმენტი წყვეტს, ვინ მიიღოს სამსახურში და ვინ გაუშვას. მოდით აი კლასიკურ ცნებაზე ვისაუბროთ, ცნობიერების ამაღლების კუთხით. კი ბატონო, თუ კი ორგანიზაციაში არსებობს ჯანსაღი სამუშაო გარემო, ეს იმას ნიშნავს, რომ HR-ს აქვს მთავარი ფუნქცია განსაზღვროს მენეჯმენტთან ერთად კომპანიას რა სჭირდება, ვინ სჭირდება და აი ამის შემდეგ დაიწყოს უშუალოდ რეკრუტინგის პროცესი. დიახ, აი საინტერესო არის ზოგადად ქართულ ბიზნესს რამდენად აქვს უნარი, რომ ეს თქვათ სტრატეგიულ დონეზე აღიქვას HR-ი და არის საერთოდ მსგავს კომუნიკაცია. რა თქმა უნდა არის და დიდ ორგანიზაციებში განსაკუთრებით HR მენეჯერი არის ბიზნეს პარტნიორიც და სტრატეგიული მმართველიც, ასე ვთქვათ, სტრატეგიული შემქმნელიც მასზეა დამოკიდებული როგორც ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა, ისე კორპორატიული ღირებულებების შექმნა, აი ამ კორპორატიული ღირებულებების გაზიარება ორ მხრივად როგორც მენეჯმენტის, ასევე დასაქმებულის როგორც უკვე აღნიშნე. ანა, მე მინდა შევეხო ადამიანის რესურსების მართვის, ანუ HR-ის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას, ჩემი შეხედულებით, გულისხმობ იმას, რომ HR-ს და საკადრო განყოფილებას ევალება არა მარტო სამსახურში მიღება და გაშვება თანამშრომლების, არამედ ყველაზე მთავარი თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე ზრუნვა. ამ კუთხით რა ვითარება გვაქვს საქართველოში? კი ბატონო, გასაგებია, გიპასუხებთ. აი ჩვენს მაგალითზე, ჩვენი მაგალითი რომ გაგიზიაროთ, ჩვენ მუდმივად ვატარებთ ხოლმე სხვადასხვა ტიპის ტრენინგს, ღონისძიებას, ეგრეთ წოდებულ გუნდური შეჭიდულობის აქტივობებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აი გუნდი შეიკრას ერთიანად და აი მაგალითად პანდემიამდე თუ კი უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდით პირობითად პროფესიულ განვითარებას დასაქმებულის, პანდემიის შემდგომ გამოვლინდა უკვე საჭიროება იმისა, რომ აი დასაქმებულები მუდმივად ითხოვენ well-being-ის, ანუ ჯანმრთელობის მხარდამჭერ პროგრამებსა და ტრენინგებს და რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ აი ამ გამოწვევას, ერთგვარ გამოწვევას მოვერგოთ და ვიზრუნოთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, დასაქმებულის ინტელექტუალური ზრდა, სტრატეგიული მოქნილობა სამუშაო პროცესში და ასე შემდეგ. ამიტომაც ამას მუდმივად ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ ეს რაღაც ასე ვთქვათ, პერმანენტული სახე მიიღოს ამ ყველაფერმა. აი ღირსეულის სამუშაო გარემო ალბათ ერთ-ერთი მთავარი ნიშანი უნდა იყოს, ხო? დამსაქმებლის
დასაქმებულისთვის ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე გრიგი კომპანიებისგან ძალიან დაბალი ჰონორარი, მათ შორის არა სათანადო მოპყრობაც კი და ხშირ შემთხვევაში არაღირსეული გარემო. აი ამ მიმართულებით დღეს ხომ არის ეს თქვენი პროფესიის მთავარი გამოწვევა ზოგადად და როგორ მუშაობს HR-ი ამ შემთხვევაში? ისევ და ისევ აი ჩვენი კომპანიის და ორგანიზაციის მაგალითზე რომ გითხრათ, აი რაც თქვენ წეგან აღნიშნეთ, მე უფრო ვიტყოდი როგორც ჯანსაღი სამუშაო გარემო, იმიტომ რომ აი ჯანსაღ სამუშაო გარემოში, კონკურენტულ გარემოში, როდესაც არსებობს მაგალითად დასაქმებულებს შორის ურთიერთპატევისცემა, ნდობა, როდესაც ადამიანი მორალურადაც და ფიზიკურადაც არის დაცული და თავს უსაფრთხოდ აი სამუშაო პროცესებში ჩართულად გრძნობს, როდესაც თამამად შეგიძლია დააფიქსირო საკუთარი აზრი და პოზიცია, როდესაც მაგალითად ხარ აღიარებული, გაქვს შესაბამისი мотиваცია, იქნება ეს ფინანსური თუ სამსახურებრივი შიდა, როდესაც მაგალითად შეგიძლია მოახერხოს შეუთავსო ერთმანეთს ჯანმრთელობის პირადი ცხოვრება და ანუ პირადი ცხოვრების ბალანსი და სამუშაო ერთმანეთთან. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ხარ ჯანსაღ სამუშაო გარემოში, კონკურენტულ სამუშაო, ანუ გამართულ სამუშაო გარემოში. აი ხშირი არის ხოლმე ეს დიაგნოზი, მithumetes არა მხოლოდ ფსიქოლოგებისგანაც ხშირად გვესმის თანამედროვე ტერმინი არის ეს გადაწვა და გადაღილულობა. ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე მათ შორის სამუშაო დროის განსაზღვრა, სტრესულ გარემოში მუშაობა. მნიშვნელოვანი ნაწილია და სტრესული გარემო, რომელიც ხო ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აი ამ დიაგნოზის. ბატონო, აი როგორადაც არ უნდა ვიმუშაოთ HR მენეჯერებმა და HR პროფესიონალებმა ამ კუთხით მენეჯმენტთან ერთად, აი სტრესი კვლავ რჩება ორგანიზაციებში სტრესად რაღაც გარკვეულ დონეზე. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ რომ როგორც უკვე ვთქვი, ზუსტად ის ტრენინგები, ის პროგრამები, რაც ასე ვთქვათ, ემოციურად ეხმარება ადამიანს, რომ აი დასტაბილურდეს, ასე ვთქვათ, ეს ემოციური გადაწვისგან, ემოციური გადაწყვეტილების ტრენინგები. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, პიროვნულ განვითარებას რაც შეეხება და მოდით ვისაუბროთ მაშინ ბედნიერების ინდექსზე. არსებობს თუ არა კულტურა საქართველოში იმისა, რომ ვთქვათ, კომპანია ზრუნავს თავის თანამშრომლებს, ან ორგანიზაცია ზრუნავს თავის ესე იგი დასაქმებულებზე, როდესაც გარკვეული ექსკურსიები, გასვლები, ერთად შეკრება, რომელიც კოლეგებს აახლოვებს, თანამშრომლებს აახლოვებს ერთმანეთთან, ხო? რჩება თუ არა ამისთვის დღეს ორგანიზაციების ბიუჯეტი. სინამდვილეში უნდა დარჩეთ, მაგრამ რეალობაში როგორ არის საქმე, ეს გვაინტერესებს. დიახ, ეს სწორედ ამიტომ არსებობს ამ პოზიციაზე ადამიანი, ეგრეთ წოდებული HR მენეჯერი, ადამიანური რესურსების მართვის ან კაპიტალის მენეჯერი, რომელმაც ეს უნდა დაინახოს, ამისთვის მოითხოვოს ბიუჯეტი და წლიდან წლამდე განსაზღვროს, როდის არის ეს საჭირო, რა ტიპის ეგრეთ წოდებული team building-ია საჭირო, თუნდაც აი იგივე ექსკურსია, რაც თქვენ წეგან ახსენეთ. გასვლები, ღონისძიებები, ეგრეთ წოდებული ივენთები. ღონისძიებები, აქტივობები. რაც აუმჯობესებს კორპორატიულ კულტურას. გუნდურ შეჭიდულობას. ბატონო აძლიერებს. დიახ, ციფრული HR-ი ტექნოლოგიების გავლენა თქვენს პროფესიაზე არის საინტერესო და ტერმინი ზოგადად ძალიან საინტერესო ჯღერს და მაყურებლისთვისაც რომ განსაზღვროთ როგორ რა ფუნქცია აქვს ციფრულ HR-ს და როგორ მუშაობს ის. დიახ, ეს სხვათა შორის აი პანდემიის შემდგომ ერთგვარი გამოწვევა არის ორგანიზაციებისთვის და HR მენეჯერებისთვის სიახლეც არის და ამაზე რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ ამას მოვერგოთ, სწრაფად მოვახდინოთ ადაპტაცია და მეტნაკლებად მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე იოლია, მაინც ვქმნით ხოლმე ისეთ ციფრულ პლატფორმებს, რაც აიოლებს ერთგვარად სამუშაო პროცესს. სტუდენტებზე ვისაუბროთ, ქალბატონო ანი, მაინტერესებს ადამიანური რესურსების მართვის ფაკულტეტზე, რამდენად დიდია დღეს ახალგაზრდებში მოთხოვნა, თქვენი გამოცდილებაც გაგვიზიარეთ, საინტერესო იქნება. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობისადმი მიდგომა დღეს უკვე პოპულარული ხდება თანდათან, იმიტომ რომ მოთხოვნა გაჩნდა შრომით ბაზარზე, ძალიან ბევრი HR მენეჯერი უკვე სწავლობს ამ მხრივ, ვითარდება, გადის რაღაც კონკრეტულ ტრენინგებს და თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან ბათუმში არ არის ამ მიმართულებით ფაკულტეტი ან რაიმე სპეციალობა, რომ აი
ახალგაზრდა თაობა მოახერხოს აქ განვითარება ამ კუთხით. ზოგადად ინტერესი თუ არის თუნდაც სხვა ქალაქების მაგალითია? ინტერესი დიდია, რა თქმა უნდა, და ამიტომაც ისინი უფრო დამატებით გადიან შემდგომ რაღაც გარკვეულ კურსებსა და ტრენინგებს იმისთვის, რომ ამაში განვითარდნენ. აი, რამდენად ცვლის ციფრული ტრანსფორმაცია HR-ის სამუშაოს თუ საქართველოში ეს იყო ჩვენი რეკლამინდელი, ასე ვთქვათ, სასაუბრო თემა და როგორ უნდა დაბალანსდეს ტექნოლოგია და ჰუმანიზმი თქვენს პროფესიაში, ეგ იქნებოდა ჩემს ვთქვათ ერთ-ერთი საკვანძო კითხვა, რომელზეც პასუხი ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ციფრული ტექნოლოგიები, აი ჰუმანიზმს თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვნად ხდის ზოგადად ალბათ თქვენს პროფესიაში, სადაც ჰუმანიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეგრძნებაა, ხო? კი ბატონო, სწორედ ამიტომ არსებობს დიდ ორგანიზაციებში ძლიერი და პროფესიონალი HR მენეჯერები იმისთვის, რომ მოახდინონ აი ამ ორი რაღაცის დაბალანსება ერთმანეთთან, ეს არ არის რა თქმა უნდა მარტივი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ აი დროთა განმავლობაში ამას ისე მოვახერხებთ უმტკივნეულოდ, რომ აი არც ერთ მხარეს არ ექნება, ასე ვთქვათ, რაღაც ისეთი მკვეთრი რეაქციები, ამიტომაც ეს უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოვინდება. აი საინტერესო არის თქვენი მოსაზრება ასევე რა თვისებები უნდა გქონდეს და რა უნდა გამოარჩევდეს ძლიერ პროფესიონალ HR-ს შედარებით? აი მე მიმაჩნია, რომ ჩემთვის HR მენეჯერი, HR ასისტენტი ან შრომითი რესურსების მენეჯერი ეს დაახლოებით ერთი და იგივე მიმართულება აღონ ცოტა სხვადასხვა ჩაშლა აქვს. ჩემთვის ამ ხრივ მნიშვნელოვანია, რომ იყოს აუცილებლად ემპათიური და კომუნიკაბელური, იმიტომ რომ ის შემდგომ მან მოახერხოს, ასე ვთქვათ, დასაქმებულებთან საუბარი, მათთან ეფექტური კომუნიკაცია, მათი მოსმენა გაგება, მგონი ეს უკვე ისედაც ვთქვი. ამიტომაც არის, რომ აი HR მენეჯერმა უნდა უზრუნველყოს, ეს არის ადამიანი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ იპოვოს სწორი ადამიანების სწორ პოზიციაზე, სწორ დროსა და სწორი განწყობით. აი ამ 4 ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე მინდა ჩაგეკითხოთ, როგორ იქცევა ხოლმე HR სპეციალისტი ურჩ თანამშრომელთან, ან ისეთ თანამშრომელთან, რომელსაც ვთქვათ დისციპლინასთან პრობლემები აქვს, ან თუნდაც კონფლიქტები აქვს ხშირი, საინტერესოა უნივერსალური მიდგომა არსებობს თუ გარკვეულწილად ყველასთან ინდივიდუალურად ხდება რაღაც ესე. თქვენ როგორ იქცევით მაგალითად ისეთ თანამშრომელთან, რომელიც ვთქვათ არ ემორჩილება კომპანიის თუ ორგანიზაციის საყოველთაოდ მიღებულ წესს რეგულაციებს? გასაგები, ამისთვის არსებობს შეფასების სისტემა და თანამშრომელთა დასაქმებულთა შეფასების სისტემა და ეს საყოველთაოდ ეს შეფასების სისტემა მუშაობს და მოქმედებს ყველა დასაქმებულზე, თუმცა რა თქმა უნდა HR მენეჯერი ყოველთვის მზად არის, რომ აი ინდივიდუალურად მივიდეს თითოეულ დასაქმებულთან, თითოეულ თანამშრომელთან და გაესაუბროს, აუხსნას ის პრობლემა, რაც იმ მომენტში დღის წესრიგში დგას, ეცადოს დაანახოს მეორე მხარე და მეტნაკლებად გამონახოს ის საერთო ენა პირისპირ საუბრისას, რაც ასე ვთქვათ, შეამცირებს პრობლემის დონეს. ეს აბსოლუტურად HR-ის კომპეტენციაა, როგორც მივხვდი, ხო? დიახ, HR არის თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართული, სხვანაირად არ გამოვა, თუმცა რა თქმა უნდა, მენეჯმენტიც მეტნაკლებად შემდგომ თუ რთულდება საკითხი მენეჯმენტსაც ასე ვთქვათ. აი საინტერესოა რამდენად არის შუამავალი ზოგადად დამსაქმებულსა და დასაქმებულ შორის HR-ი დღეს ზოგადად ქართულ რეალობას რომ შევხედოთ. რამდენად დააქვთ ეგ ფუნქცია რეალურად თუ ეს უბრალოდ შეიძლება იყოს? არა, ეს ფუნქცია რა თქმა უნდა მძლავრად აქვთ, სხვანაირად უბრალოდ ვერ წარიმართება HR პროცესები სწორად და გამართულად. და თავისთავად ადამიანები როგორ ფიქრობთ, უნდა იცნობდეთ თუ არა კომპანიის აბსოლუტურ ადამიანურ რესურსს და თანამშრომლებს იმისთვის, რომ გედოთ, ასე ვთქვათ, პულსაციაზე ხელი და გრძნობდეთ მათ? იმიტომაც არის, როცა რეკრუტინგს ვაწარმოებთ და ხვდებით უამრავ ადამიანს, ვარჩევთ მათ, ვესაუბრებით, ხვდებით სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, სხვადასხვა განწყობით, სხვადასხვა ხასიათებით და აი შემდგომ უკვე იულია სამუშაო პროცესში უკვე მიღებული აი ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, მართვა და მათთან კომუნიკაცია. ფაქტობრივად უკვე იცნობ მათ, იცი რა სურთ, რა მოთხოვნილებები აქვთ, რა მოთხოვნები აქვთ და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ამის მიხედვით უკვე აგრძელებთ ურთიერთობას იმ სამუშაო პროცესში.
ანა, უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ. ბევრი საინტერესო სიახლეც გავიგეთ და ამოდროულად მნიშვნელოვანი ნაწილიც თქვენი პროფესიიდან.